ფიზიკური ანგარიშწორება პროევროპული აქციების მონაწილე ახალგაზრდა ქალებზე, რომლებიც აქციებზე სხვა დემონსტრანტებს ყავით უფასოდ უმასპინძლდებოდნენ. Სახთან ახლოს თავს დაესხნენ კრაბ კოფის დამფუძნებლებს, რის შემდეგაც მათ ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. კაფეს ერთ-ერთმა მფლობელმა, რომელსაც თავს უცნობი პირი დაესხა, მოახერხა და თვითონაც სცემა მას. ამის შემდეგ კი პოლიციამ მას საჩივრის უკან გატანა ურჩია. თავდამსხმელი დაკავებულია, გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. რა ვითარებაში მოხდა ახალგაზრდა ქალებზე თავდასხმა და დასრულდა თუ არა მათი გამოკითხვა პოლიციაში, ლიზი ბეკუასგან გავიგებთ. გუშინ დიღმის მასივში კაფე კრაბ კოფის დამფუძნებელზე თავდასხმელი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. გუშინ დიღმის მასივში კაფე კრაბ კოფის დამფუძნებლებს საცხოვრებელ სახლთან ახლოს თავს უცნობი პირი დაესხა. თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. კაფე კრაბის დამფუძნებლები დაშავდნენ. ერთ-ერთ მათგანს სხვირი აქვს გატეხილი, ხოლო მეორეს გრძილის მოტეხილობა აქვს და კბილის იმპლანტი სჭირდება. დაშავებულების თქმით, ეს თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და მიზეზად მათ აქციებში აქტიურად ჩართულობას მოიაზრებენ. ცნობისთვის კრაბ კოფი უწყვეტი პროტესტის მიმდინარეობისას დემონსტრანტებს ცხელი ყავით რუსთაველის გამზირზე უმასპინძლდებოდა. ჩვენ საერთოდ მოხდა ეს ამბავი და თავს დაგვესხა ერთი ადამიანი. მოდეში. დანარჩენები, რა ვიცი, გვიყურებდნენ თავიდან და ყვირილი რო დავიწყე, ამ მომენტში მოვიდნენ და ვითომ გაიყვანეს თუ რა თქმა ვერ მოხდა. ერთი ადამიანი დაგესხათ თა? კი, ერთი ადამიანი. გინება დაიწყო ჩვენს მიმართ და ჩვენ ვუთხარით რომ ვისაგინებ რა რა ხდება. ვიდექი დავხევთ 10 მეტრში და შორიდან დაიწყო ყვირილი ამ ყველაფრის და ჩვენ მივედით ასე რა ხდება და ჩვენ რომ დავიწყოთ მაგასთან მისვლა, ჯერ ქრისტი მივიდა პირველმა და ესე გამოიქცა ახტასავი და ფეხებით მიარტყა მუცელში. მე რომ დავინახე რომ მეთქი მგონი არ ტყამს, მე მაგაზე მივედი და ვერაფრის გაკეთა ვერ მოვასწარი, ისე ერთი ხელით მომკიდა და მეორე ხელით 3-4-5 ჯერ არ ვიცი რამდენჯერ ჩამარტყა ცხვირში. სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, რაზეც მე ვუთხარი რომ მეთქი ისაგინებ და ამაზე პირდაპირ წიხლი ჩამარტყა მუცელში. ბარბი მოირბინა და მაშინვე გადავიდა ბარბიზე, ბარბის ჩაარტყა ცხვირში 3-4 ჯერ, რაზეც გადავეფარე და მუშტი მე სახეში მოვხდა და გრძილი მაქვს მოტეხილი კბილის. ამოცნობას კი შევძლებთ, იმიტომ რომ უშუალოდ ახლო კონტაქტი ქონდა. იქამდე არ გვინახავს. მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, დახმარება მხოლოდ ის იყო, რომ უბრალოდ მე ჩვენ დაგვიჭირეს და იმას მისცეს გაქცევის საშუალება. უწყვეტი აქციები რაც დაიწყო 28 ნოემბერს, მაგის შემდეგ ვეხმარებით უფასო ყავა ჩაით, იქამდე მედიკამენტებითაც როცა დარბევები იყო. წინა დღით დავდეთ პოსტი ისევ და გუშინ მოხდა ეს ამბავი. ამ წუთებში დაშავებულები დიღმის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან, ხოლო ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის სასჯელს მიუსჩიან თავდამსხმელს და როდის გაიმართება დაკავებული მამაკაცის სასამართლო პროცესი.